მოგესალმებით ქალბატონო და ბატონებო, თავიდან დღეს 8 დეკემბერია თქვენთვის, შენთვის შეიცავს 7-ია. მოკლედ გუშინ ვიყავით მე ლენკა და ჩვენი მეგობრები გასული გარეთ ცეხში ვიყავით, სადაც შემხვდა გიგი, ქათამაც. მე და გიგიმ ბევრი ვილაპარაკეთ რა. ცოტა ნასვამი იყო, მაგრამ ძალიან გიგი არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელს ვერ დაუძახებ, მაგრამ რატომღაც იმხელა დონეზე არ აყენებენ ხოლმე ამხელა და სხვა იუთუბერები არიან და ეგ არის არასწორი, იმიტომ რომ გიგი ერთ-ერთი საუკეთესო იუთუბერი არის თანამედროვე რეალობაში, თან როგორც დაიწყო მაგან და რაებიც აკეთა, ხო, ეგ ყველაფერი არის გენიალური. და რაებსაც ახლა აკეთებს და რა გიგმებიც მე მომიყვა, რის გაკეთებასაც აპირებს, ეგ ხო ვაფშე ტოპიკი არის რა. ვერ წარმოიდგენ, პროსტა რა გეგმა აქვს ივნისამდე რა უნდა გააკეთოს. მალე თვითონ დაანონსებს და მე მაგაზე არ ვილაპარაკებ რა. რა არის? მე წარმოვიდგენ როგორ დავეყალა. ბანაობით? ბანაობით ხო ისვენებს ხალხი. კი, გადავლებით. და მე ისეთი exfoliated ვარ, რომ ახალი კანი გამიჩნდა. რა ხარ? Exfoliated. ქართულად? Exfoliated არ ვიცი როგორ. ხო და გიგიმ გუში მელაპარაკა, რომ რაღაც კომენტებში შენ ვიდეოებს რომ უყურებო სხვა აკაუნტითო რა. და სამ გამოვრთავო ამ ჩემს აკაუნტზე ამ fake ან რაღაც სხვა აკაუნტებით გვაქვს ყველას გვაქვს მე მგონი ეგრე რა. რაღაც 10-ოდე აკაუნტი მაქვს Gmail-ები რა, ბევრი. და ყველა ავტომატურად და ზოგი YouTube იმაზეა ჩართული და ზოგი ისა, ზოგი ესა და გამოსვლაო მეზარებაო, მე იქიდან შემოსვლაო, შენთანო და იქ კომენტარი დაწერო, კავჩე იმდენი ჩალჩი მიწევს, რომ რაღაც კომენტარების დაწერო, რომ მინდაო, ვერ წერო რა. და გუშინ დამიწყო ჩხუბი, რომ ძალიან მომწონსო შენი ისა რა, აი ამდენი ხანი ნახვარ ვარ აგაქო და მაინც რომ არ ნებდებიო რა, კიდიო რა, ანუ აი მაგდენი ხანი რო კიდიო, ეგ არისო შეუძლებელი და წარმოუდგენელიო ჩემთვისო, რომ 160 და რაღაც დღეაო დებო და ერთხელ არ ქონიო მე მგონი შეგრძნება ვიდეოში საუბრის დროს, რომ მე არ მიგვიძნეო ყოველ შემთხვევაში. ეხლა ყველა არ ექნება რა თქმა უნდა ნახე, იმიტომ რომ ყველა ლენკასაც არ აქვს ნახე და ბევრს არ აქვს ნახე, ყველა ძალიან რთულია, რომ 1-3-4 ადამიანი შეიძლება იყოს, ვისაც ყველა ვიდეო აქვს ნახე, რაც კი დამიდია. ხო და გიგი თქვა რომ ეხლა აი რას უყურებო რაღაცა კონკრეტულ თემებზე იმენა მაინტერესებს რა რას ბაზრობ და ვთავა და უსვენ და იმენა ჭამის დროს გიყურებ. მეთქი პირიქით უნდა იყოს მეთქი შენ ვიდეოები უფრო არ ჭამის დროს აყურებელი, მაგრამ მე უსაჭმელად გიყურებ მეთქი რა. ხო და გიგიზე რაღაცნაირად ძალიან ცოტა ისეთი შეგრძნებები მაქვს რა, რაღაც დადებითი რა. ყველა ადამიანი, ყველა იუთუბერზე ეგრე დადებითად განწყობილი არ ვარ. არიან რაღაცა 10 ადამიანი ამ 15 ვისთანაც ძალიან ისე რაღაცა connections points გრძნობ რა, აი ბასტო, ქორო, აი ხა ქოროს გამო მართლა გეუბნებით, აი ვინც გინდა ისქენ მოისმენთ, ვინც გინდა არ მოისმენთ, იბერიას თამაშებს უყურებ ხოლმე, იმიტომ რომ ქორო იძახის რომ უყურეთ. ვსო, ან კიდია რა, დავაი ჩავთოთ. და ეგრე ვარ გიგიზეც რა, რაღაცა რო გაარეკლამოს, ელოშვილების საკლავი, ისა ბუზის საკლავი არის, ოღონდ ელოშვილებს კლავს, ეგ რო გაარეკლამოს ვიყიდი და თავს ჩავიტყავი. ანუ სხვანაირად იმაშვები რა, სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს რა, რაღაცნაირად კავშირი, დადებით დამოკიდებულება მაქვს მაგ ბიჭის მიერ. და 10 უზაყვალეს ხავს. ხო და ნუ რა აზრი აქვს რა. გავდა მითხრა ეგეთ რაღაც ჩელენჯი წარმომიყენა რა. კაუჩე რომ კიდეო რა ერთი ვიდეო გადაიღო, ისეთიო რა, ნაღდი ვიდეო გადაიღო, ისეთიო რაც ხალხს უფრო მეტად გაუსწორდება, ვიდრე ეგ შენი საუბრებიო რა. ანუ ეგ ვიციო რაც აკეთებო, პროსტა შეაპარეო რა, ესე შეაპარეო ერთი ცალ ვიდეო თვეში მაინცა რა. და დამიწესა რაღაცა თარიღები და იმ თარიღებში კაუჩე ელოდება რომ მე გადავიღებ რაღაცა ისეთ ვიდეოს, რომელიც უფრო YouTube ბერული იქნება საზოგადო თვალსაზრისით. ანუ ჩემი და გიგის თვალსაზრისით შეიძლება იყოს, რომ ეს უფრო იუთუბერული არის, მაგრამ იმა მითხრა, აი უეჭველი უნდა გააკეთო, ისეთი რაც საზოგადოებას უფრო დაევასებაო რა. და კაი მეთქი. და ეხლა რაღაცა ახალი მაქვს გადაზარები, ისე რომ არც ვიცი როგორ გადავიღო, არც ვიცი რა გადავიღო, პროსტა რაც გინდაო გადაიღეო რა. იმენაო რაც გინდაო. რა ვიცი, იმედია გამომივა, რაღაცას ნახავ. წესით და გადავიდა. და ძალიან აღმაფრთოვანი კი არა, რაღაც. როცა
შენთვის ეგრე დადებითად განწყობილი ვიზრეც ხარ, ის ადამიანი გეუბნება რომ შენ რაც წაკეთებ, მაგარია გაგრძელ და კიდე უკეთესი გააკეთე. ბიჭო, თან დადებითად ვიხსვები ხო, ვივსები? ხო, ნუ რა, დადებითი ემოციებით სავსე ვარ ხოლმე მაგ დროს და ძალიან მიხარია ეგ ყველაფერი და ეხაც ახალი სიცოცხლე შთამბერა გუშინ ბატონმა გიგიმ მაგსაუბრიდან გამომდინარე და ძალიან შეგიძლიათ თქვენს რომ თქვენ გარშემო ყოფ ადამიანებს მსგავსი რაღაცები უფრო მეტად ისუქნათ რა. აი ბიძგიმისცეთ და უფრო მეტი რაღაც გააკეთებინოთ და უფრო მაგარი რაღაცები გააკეთებინოთ. ხო არ ბნელა ძალიან შუქსავანთებ. ესე უკეთესია, არ ვიცი, ეს არ არის უკეთესი. ეს სხვანაირადაც ინთება მე მგონი. ეს არა. ბლე. აი იყოს ეს. ზუსტად არ ვიცი. ნუ რა აზრი აქვს. ხო და ეხლა ელოდეთ ამ თვეშივე ალბათ გადავიღებ რაღაც ისეთ ვიდეოს, რაც საზოგადოდ უფრო მისაღები იქნება იუთუბერისგან ვიდრე ესეთ ვიდეოები. შრომა რომ ბიჭო იცი არის ვიღაცები მეუბნებიან რომ მაგრამ იტყდება ხოლმე ერთადერთი რაღაცა რა ზოგადად მე რაღაც საქმეს ვაკეთებ და ვიღაცა მეუბნება რაღაც შენიშნოს კიდია რა მაგრამ როცა რაღაც ვაკეთებ და ტიპი სრულიად არაფერს არ ხედავს ეგ მაგათი ნათქვამი ფრაზები გულზე მხვდება ხოლმე 10-15 წამი მაგრამ მაინც რა ერთმა ადამიანმა დამიწერა კომენტარი ამას წინათ რომ გაარჩეო წავშალე კომენტარი რომ შემთხვევით არ მეპასუხა ან ვინმეს არ ეპასუხა და რაღაც დაძაბულობად ყველა დაშექმნილიყო. აუჩეო, ვაფშე არ შრომობ და გამოიწერეს რო გვეუბნებიო რატომ უნდა გამოგიწეროთ. ბიჭო, ყოველდღიურად, აი 160 დღე არის ძმო. 160 დღის განმავლობაში ყოველდღიურად შეიძლება კბილები არ გაქვთ გახიხილი ხალხს რა. მეც პირადად შეიძლება რაღაცა დღე გამომრჩა. შეიძლება რაღაცა ხელპირის დაბანა გამომრჩა, რაღაცა 2 ლიტრი წყალი არ მიმიღია ამ 160 დღეში, რაღაცები ისეთი რეალური რაღაცები არ გამიკეთებია ყოველდღიურად და ამას ვაკეთებ, რომ просто ის კი არ მინდა რომ რაღაცა ვიღაცა მითხრას, ვაუ, ძალიან მაგარი ხარ, ეგ მაგის თქვა კი არ მინდა, просто იმას მაინც ნუ მეუბნებით, რომ ვაფშე არ შრომობ. ანუ შრომა არის. კიდე არის ყოველდღიურად 10 წუთის გამონახვა და რაღაცა კონკრეტულ ყველაფრის გამორთვა გიწევს თავში რა ანუ ეგა და ყველაფერს თიშავ მე ლაპარაკობ არ არის ისეთი მარტივი ალბათ კი არა და არ არის ეგეთი მარტივი რა ვიღაცებს გონიათ რომ ძალიან მარტივი არის ეს ყოველდღიურად 10 წუთი საუბარი მაგრამ აი მე გეუბნებით რომ ამას მე რო გავაკეთებ ჩემს მეტი ვერავინ ვერ გააკეთებს ან თუ გააკეთებს ბევრად უინტერესო იქნება ვიდრე ჩემი შეიძლება ბევრად მეტი ნახვა კონდეს მაგრამ ბევრად უინტერესო იქნება თვითონ საუბრის შინაარსს გულისხმობ და არა იმას რა რაღაცას შეიძლება თემა უფრო საინტერესო არჩიოს რაღაც თემები მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში უინტერესო საუბარი იქნება იმიტომ რომ რატომღაც გვაქვს ქვეყანაში ეგრე რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით ვართ განვითარებულები ვიღაც ტიპები მე რაც შემიძლია და რაც მაქვს განვითარებული ყველაფერს ვცდილობ რომ ეს შემოგხდეთ მე დაჟე ეს რო სპორტი რომ მოგწონდეთ თქვენ მე ვერ წარმოიდგენთ პროსტა რამდენად ძლიერ კონტენტს დაგიდებდით ამ არხსევე სპორტის კუთხით იქ რაც საუბრობ ხოლმე ისაა რა ისეთი არ არის როგორც უნდა იყოს კაროჩი გაკვეცეთ მიყვარხართ არხი გამოიწერეთ ვიდეო დალაიქეთ და დაელოდეთ რაღაცა ახალს რაც მეც არ ვიცი რა არის და გიგის უმადლოდეთ